მე ვარ ანასტასია ჭაღალიძე 10 წლის. ვსწავლობ მე-7 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ბაღში ხატავდი ყველაზე კარგად და ხატვაშიც რომ შემიყვანეს, იქაც კარგად ვხატავდი. ხატვიდან იმიტომ გამოვედი, რომ დედი კლასზე გონა ხატვაზე არ მინდოდა. თორე ისე მინდოდა. ამოვნებით ვიტირებდი ამის გამო, მაგრამ რადგან დიდი ვიყავი, აღარ მიტევია. ახლა სახლში ვხატავ და მე და აქ მე მგონი ჩემი ბიძაშვილიც სადღაც იღებდა და თაფლაძე არის და მე თაფლაძე და ძალიან უყვარს მასაც ხატვა და ერთად გვინდა ბეშუმში მოვაწყოთ გამოფენა. ყველაზე ხშირად ხატავ ტყეს, ბუნებას და ხეებს. ჩემი საყვარელი ფერებია ცისფერი და ყვითელი. არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ არაფრის მომცემი ფერია. ყველაზე რთულია სახის დახატვა. ყველაზე ადვილი არის ტყის დახატვა. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 51 კარგი ნახატი. იმიტომ რომ მინდა გამოფენა მოვაწყო და დაათვალიერონ ჩვენი ნახატები. იმ გამოფენისათვის ვაგროვებ დემეტრესთან ერთად რომ უნდა მოვაწყო. ხატების გაყიდვის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიშრომ. გაჩუქებაც არ მიყვარს, მაგრამ დემეტრეს ჩუქნი. იმიტომ რომ მას ცოტა ნაშრომ იგზა, მინდა რომ ის იყოს მისი ნახატი და დაიმახსოვროს ჩემი სიკეთე. თან ჩემი ნახატებიდანაც ისწავლის ხატვას. მე და ჩემი ბიძაშვილი დემეტრეს გვაქვს კიდევ ერთი სოფელი ახალშენი. ერთ დღეს ჩამოვიდა თოვლის ბაბუა და მივხვდით რომ იყო თოვლის ბაბუა, რადგან პეჩენია იყო შეჭმული და ნაკვალები იყო ტალახიანი. ისე გავაცდით, იმდენი საჩუქარი დაგვიტოვა, თან მე და თან ბუხო რაღაცა ნაკვერცხალი იყო გადმოსული და ვევონთქა ეს ინდასვარო ტალახებითო. მაშინ დავიჯერე თოვლის ბაბუის არსებობა. ახალ წელს რა მომიტანა და სახატავი ნაკრები. წელს მინდა მომიტანოს უამრავი საღებავი და ტილო. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს და ვუკრავ ფორტეპიანოზე. ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა. ამიტომ ყველაფერი თავიდანვე ადვილი იყო. აზრე მასწავლიდა ლენა მასწავლებელი, ახლა მასწავლის ლამარა მასწავლებელი. ჩემთვის ძნელი არის ზოგჯერ თვალები მიმირბის და არ ვიცი რომელ ნოტში ვარ, ვერ ვიმახსოვრე სად ვარ და როდის ვარ, იმიტომ როცა ვსწავლო პირველ კომპლექტს, მინდა რომ ზეპირად ვისწავლო და ნოტებში ვერ ვიხედები და მაგიტომ ცოტა მიიჭირა. ადვილია ერთი ხელით დაკვრა. კონცერტი არ მინდა, რადგან შეიძლება შემეშალოს. პიანინოს გარდა მინდა კიდევ ვუკრავდე გიტარას. ისე მირჩევნია ხატვაზე დავდიოდე ვიდრე მუსიკალურში. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იქ არის ჩემი საუკეთესო მეგობრები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თათია კეკელიძე. ყველაზე ჭკვიანია დავით ოსტიაძე. ყველაზე მშვიდია სოფია აგაჯანიანი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ჩემი კლასელები მეძახიან პეპის. ერთხელ მოდელების ჩვენებაზე გამოვედი. ამ ჩვენებაზე მე გავხდი პირველი ბარგი. მოდელობაზე ახლაც ვფიქრობ და შეიძლება გამოვიდე მოდელი. თუ მოდელი ვერ გამოვალ, თხილამურების მასწავლებელი გამოვალ. თხილამურებზე სრიალი ძალიან მსიამოვნებს და ეს არის ჩემი ჰობი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია სოფო გობრონიძე. იმიტომ რომ არის მხიარული მასწავლებელი და საინტერესო აქტივობებს გვიტარებს. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და და. კიდევ მინდა მოყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ბარბარე. ის არის მხიარული, სასაცილო და ჭკვიანი. ჩემი ბარბარე რომ გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მასაც ჩემსავით ძალიან უყვარს ხატვა. მამიკო არის ძლიერი, ხალისიანი და ჭკვიანი. მათემატიკაში ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის საქმიანი, ლამაზი და განათლებული.
ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. მე ძალიან გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ, ოღონდ გაზის ჩართვა არ ვიცი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია „საუმოროს თავგადასავალი“. საყვარელი ფილმი „ავატარი“. ჯედოს თუ ეჯოხი რომ მქონდეს გავაერთიანებ საქართველოს. ისე ვიზამდი რომ არც ერთი მტერი არ გვეყოლებოდა. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი ეგვიპტეში. მე მინდა ვიყო ეგვიპტის დედოფალი. ერთი თვეა ვცეკვავ საუკუნეში. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი ოცნების საჩუქარია ძაღლი და კატა. ბედნიერება არის ხატვა და როცა ოჯახი ერთად ვართ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.